მეგობრებო, საერთოდ გაშლა უნდა გაიგეთ ახლა ესეთი თემატიკით. ფიქრები თქვენზე, ბოლო მისი ფიქრები, როგორია, რას ფიქრობს? დღესდღეობიდან ცხელ-ცხელი მისი ფიქრები, რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ საერთოდ გაშლა გავიგოთ, რამდენად თქვენია, პირველ რიგში ვინ არის თქვენი პარტნიორი, რომ ეხოთ ეს გაშლა რამდენად იქნება თქვენზე. ვინ არის თქვენი პარტნიორი? თუ დაემთხოვა, უყურეთ ბოლომდე. თუ არ დაემთხოვა, შეგიძლიათ დაალაიკოთ და გადმოხვიდეთ სხვა სასურველი ვიდეოები აერჩიოთ თქვენთვის თემატური. ესე იგი. ამას უყურეთ. რას გვეუბნება ეს ყველაფერი? პარტნიორი სავარაუდოდ დიდი ალბათობით ამ გაშლის მაყურებლებისთვის იქნება წყლის სტიქიის წარმომადგენელი. აქ ამოსულია კონკრეტულად თასის მეფე. თასის მეფე შეიძლება იყოს თევზები, კიბორჩხალა, მორიელის ნიშანი, ან ასცენდენტით წყლის ნიშანში აუცილებელი არ არის საერთო გაშლაში, მაგრამ ყველა ვარიანტში ეს ადამიანი არის ქალების გულთამყრობელი და ძალიან დიდი რომანტიკოსი, ემპათიური ადამიანი, ძალიან მგრძნობიარე ადამიანი, რომელიც მთელ თავის ემოციას უხვად არიშურებს სამყაროსთვის, ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის. ასევე შეიძლება იყოს ადამიანი მოგზაური, კონკრეტულად მოგზაურობა ძალიან უყვარდეს ესეთ თბილ ქვეყნებში, ძალიან ისეთი ენერგეტიკა მომდის ამ ადამიანისგან. ასევე შეიძლება იყოს მეზღვაურიც, ასე მომდის ინფორმაცია კონკრეტულად ამ გაშლაში, რომ ზღვასთან, რაღაცა გემით მოგზაურობებთან, თევზაობასთან, რაღაცა აი ესეთი ტროპიკული ადგილების ხშირი სტუმარი თუ არ არის, ძალიან უყვარს ესე მოგზაურობა და ტროპიკულ ესეთ კუნძულზე, სადღაც ისეთ მზიან ადგილებში, ზღვაზე გადაადგილება და შეიძლება კონკრეტულად მართლაც მეზღვაურიც არის, არ არის გამორიცხული. ადამიანი ეხლა არის ძალიან ისეთ იმპერატრიცულ ენერგიებში, მინდა გითხრათ, ცოტა არ იყოს. მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ, გაშლა არის ორივე სქესისთვის. შეგახსენებთ, თუ მამაკაცზე გვაქვს საუბარი, ეს შეიძლება ქალის ენერგეტიკა კონკრეტულად ეხლა მასში ძალიან ჭარბობს და ცოტა ინაზება და ან ძალიან უყვარს თავის მოვლის პროცედურები, მაგალითად ფრჩხილების კეთება, იქ სახის კანის დატენიანება, გალამაზება, აი რაღაცა ისეთი ქმედებები, რაც მაგალითად ყველა მამაკაცში არ არის. კი არა, ძალიან მცირე რაოდენობით არის და ძალიან მივესალმები მამაკაცს ისეთი ჰიგიენურად და მოწესრიგებული, რომელიც თავის თავს იქ რაღაცა წვერს იპარსავს, რაღაცა პროცედურებს იტარებს, თუნდაც ჰიგიენურს არ არის აუცილებელი, მაინდა-მაინც პომადას და მანიკურს ისმევდეს ან შლაქს იკეთებდეს, უბრალოდ ძალიან ხიბლავს აი ესეთი ჰიგიენური რაღაც თავის მოწესრიგების საშუალებები, როგორც მინიმუმ. ძალიან მომხიბვლელია თუ ფიზიკურობას ვიტყვით, ეშმაკით მე-15 მაღალი არ გაიგეთ, ეს არის ძალიან მიმზიდველი ადამიანი, რომელიც პირველივე დანახვისთანავე ყველა ადამიანს მეხსიერებაში მაინც რჩება და იზიდავს რაღაცა ენერგეტიკული ესეთი თავისი განსაკუთრებული ეშმაკისეული რაღაცა მიზიდულობა, არა ამქვეყნიური სილამაზე, აი ლამაზიც რომ არ იყოს, რომ თქვათ რაღაცა არა ამქვეყნიური ძალა აქვს, რომელიც ადამიანებს იზიდავს, ნახეთ. ხელი მომეცი, ჩემზე იფიქრე, აი რაღაცნაირად გათამაშებს თავის ენერგიებზე, თითქოს სათამაშო ძაფებით თოჯინები რო იყო ადრე თუ გახსოვთ. აი ესეთი ძაფები, უხილავი ძაფებით იზიდავს ადამიანებს და ათამაშებს ემოციურად, როცა რა ჭირდება, ესე იგი, ყველა დაბალ ვიბრაციაში აქტებს. ეს არის მიზიდულობა, ეს არის ეჭვიანობა, ეს არის უხილავი, ფიზიკური ლტოლვა, თუ ფიზიკური ლტოლვა და ფიზიკურ შეხებებზე არ ვიტყვით, რომ გქონიათ ასეთი მასთან, ეს არის მაგნეტიზირებული მიჯაჭვულობა ამ ადამიანის ენერგიასთან, ანუ ძალიან თვეები და წლები შეხებაც რომ არ გქონდეთ ამ ადამიანთან საერთოდ ფიზიკურ კონტაქტს გულისხმობ, მუდმივად მასზე ფიქრობთ, რას აკეთებს, სად არის, როგორ არის, უხილავი ენერგეტიკული
ძაფების გაბმა ხდება თქვენსა და ამ პარტნიორს შორის. და საერთოდ ყველა ადამიანს უმეტესობას აქვს მასთან ესეთი უხილავი ჯაჭვი, რაღაცნაირი მიზიდულობა, რაღაც ამოუხსნელი არა ამ ქვეყნიური ლტოლვა ამ ადამიანის ენერგიების მიმართ. ფიზიკურად ძალიან სიმპათიურია, შეიძლება აქვს განსაკუთრებულად ისეთი მეტყველი ლამაზი თვალები, არ არის გამორიცხული, რომ ღია ფერის თვალებზე იყოს აქ საუბარი, მწვანე ცისფერი, ღია თაფლისფერი, მაგრამ საერთო გაშლაში ამ თვალების ფერს ნუ მივეჯაჭვებით. თბის ფერი უფრო ყავისფერი, წაბლისფერი, მუქი შავი, ესეთ ენერგეტიკულ ველშია ახლა. კარტი გადავარდა ისევ ზღვის კარტი და ისევ მოძრაობის კარტი. ადამიანი შეიძლება ახლა დისტანციებზეა თქვენთან, წასულია, შებრუნებულია 6-იან ხმლით. ეს არის ადამიანი მოწყენილობის რეჟიმში და აი ნახეთ, ცოტა შავი ფიქრები აქვს ამ თავის ნავში, თავის ფიქრებში, ანუ ძალიან ცოტა არ იყოს არასასურველი ფიქრებით შებრუნებულია შეიძლება და წასულია თქვენგან კონკრეტულად ამ შემთხვევაში მენტალურ შებრუნებას გულისხმობ, ასევე არ არის გამორიცხული, რომ ისევ მოგზაურობაშია, დისტანციებზეა, სადღაც გადაადგილებაშია და 4-იანთასით ძალიან დეპრესიული, ესე ვთქვათ, მოწყენილობის პერიოდი აქვს. არავის საუბარი არ მინდა, არავის გაცნობა არ მინდა, არავისთან კონტაქტი და შეხვედრა არ მინდა, საერთოდ ძალიან მოწყენილი ვარ და შემეშვით. მარტოობაში მინდა ვიყო, ესეთი ენერგეტიკული ფონი აქვს დღესდღეობით მას. თუ ატყობთ, რომ თქვენ პარტნიორზეა საუბარი, მაშინ წავედით, გავიგოთ მისი ბოლო ფიქრები თქვენთან დაკავშირებით როგორია. გავიგეთ ის, რომ ძალიან დეპრესიაშია, ცოტა არ იყოს მოწყენილობაშია და არაფერი არ უხარია. რას ფიქრობს მისი ბოლო ფიქრები თქვენთან დაკავშირებით. ნუ 2-იანთასი ამოვარდა აქ შებრუნებულ მდგომარეობაში და საერთოდ შებრუნებულ კარტებს არ ვკითხულობ ხოლმე, ძირითადად სწორ მდგომარეობაში ვკითხულობ, მაგრამ ვინაიდან ასე ამოვარდა, ესეც ერთგვარი მინიშნებაა და ამიტომ ასე წავიკითხავ ამ შემთხვევაში. 6-იანთა პენტაკლი ამოდის აქ, ეს არის ენერგოცვლის კარტი. ფიქრობს, რომ ენერგო ბალანსი თქვენ ურთიერთობაში რაღაცნაირად დარღვეულია, ამოტრიალებული 2-იანთასიდან გამომდინარე. ენერგო ბალანსი ის, რასაც ერთმანეთში დებდით ენერგიას, ეს იქნებოდა წერილობით მესიჯაობა, თუ კონტაქტზე გასვლა, თუ დროის დახარჯვა ერთმანეთთან მიმართებაში, ზოგიერთისთვის ფინანსები, საჩუქრები და ფინანსების ჩადებაც კი ურთიერთობაში, რომ აი თუ რამე გჭირდება, გაგიკეთებ და გიკეთებ. ეს ენერგო ცვლა მიწიერ დონეზე, ანუ 6-იან პენტაკლით არის ყველაფერი ის, რასაც ხელში ახებ, რასაც გრძნობ, რასაც დრო ჭირდება და აი ცხოვრებისეულ მომენტებს, ასე ვთქვათ, გიჩვენებს, რომ ენერგია მოქმედება, ხდება ამ ქვეყნიური, ეს ბალანსი არის დარღვეული და ის, რომ მისთვის 6-იანი მაღალი არგანით შეყვარებულებით ხართ კარმული პარტნიორი, ვინაიდან ეს არის დიდი, ასე ვთქვათ, კარმული არჩევანი, ერთგვარი პარტნიორზე შეჩერება იმისი, რომ აი ეს ადამიანი გინდა და გაინტერესებს და გჭირდება ცხოვრებაში, სულ მცირე მეუღლეობას თუ არ ვიტყვით და აუცილებელი არ არის ამ კარტით, რომ მაინდა-მაინც მეუღლეობაზე ფიქრობდეს, ეს არის მასწავლებელი საჭირო დროს გამოჩენილი შენ ცხოვრებაში და რაღაცის მასწავლებელი შეფასების თუ ვიტყვით ამაღლებელი შენ პიროვნებაში, რასაც ამ ადამიანის გაცნობიდან გამომდინარე რაღაცებს ხვდები და სხვანაირად ალაგებ უკვე შენ გონებაში და შენ ფსიქიკაში. უნდა თუ არა მას კონტაქტზე გამოსვლა, უნდა გავიგოთ. აპირებს თუ არა კონტაქტზე რომ გამოვიდეს თქვენთან. 6-იანი ამოდის, ეს არის კბილი მოგონებების კარტი, როგორც მე მას უწახი. ნუ ჯერჯერობით დაკიდებული ადამიანი, მე-12 მაღალი არკანი და ეს არის მსხვერპლის როლში ყოფნა, ეს არის რო არ შეგიძლია მოძრაობა, გინდა, მაგრამ არ შეგიძლია, იმიტომ რომ დაკიდებული ხარ და ვერ მოძრაობ, მიბნეული ხარ რაღაცით, ვიღაცით, რაღაცა ხელი შემშლელი მოვლენებია, შეიძლება სწორედ ეს ტერიტორიული სიშორე მაპატიეთ. არის ერთგვარი ხელი შემშლელი მოვლენები თქვენ ურთიერთობაში და
სიშორე, ასე ვთქვათ, არ აძლევს მოქმედების საშუალებას, ის რომ ემოციური ტალღები და პეპლები და რაღაც ისინი აქვს თქვენთან მიმართებაში აქვს, მაგრამ უფრო წარსულ მოგონებებს იხსენებს რომ გითხრათ. ჯერჯერობით ვერ ხვდება როგორ უნდა გამოვიდეს